გამარჯობა, ეთერშია ინდუსტრიული მაცნე. მე სოფოლეთოდიანი ვარ. დღეს ჭიათურობაა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი გილოცავთ ამ დღესასწაულს. კეთილდღეობას, წარმატებებს და სიმშვიდეს გისურვებთ თითოეულ ჭიათურეს. დღეს გადაცემაში ნახავთ ჯორჯიან მანგანეზის ახალი ინიციატივა, რომელიც კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს განსაკუთრებულ პირობებს თავაზობს. ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის ელექტრომომარაგების სისტემა სრულ ავტომატურ მართვაზე გადავიდა. პროფესიული განათლება და უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებელი უნარჩვევები, კომპანიის პოლიტიკა და პრიორიტეტები. 31 ოქტომბერს მეტალურგები და სამთოელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. გაიცანით მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, როგორია მათი პროფესიული და პიროვნული შტრიხები. თეატრალური ცხოვრება მაღაროელთა ქალაქში და ტრადიციად ქცეული კავშირები. ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლებისთვის ჭიათურასა და ზესტაფონში მაღაზიები გაიხსნა, სადაც სამთოელებს განსაკუთრებული პირობებით ემსახურებიან. მომსახურების პრინციპი შეღავათიან ფასებსა და კვების პროდუქტების საკრედიტო სისტემით გაცემას გულისხმობს. სრული დატვირთვით მუშაობა ქობულეთური სასადილოებს ჯორჯიან მანგანეზში დღეში ორჯერ უწევთ. სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით ამ დროისთვის პერსონალს, რომელიც საწარმოში დასაქმებულთა კვების ხარისხსა და რაციონზე ზრუნავს, ყველაფერი მზად აქვს. დიმიტრი კაკაურიძის სფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს. ამბობს, რომ შესვენებით სარგებლობა ახლა გაცილებით კომფორტულ პირობებში უწევს და ჯანსაღი პროდუქტის მიღება შეუძლია. მან და მისმა თანამშრომლებმა ისიც იციან, რომ ცხელი ხაზით სარგებლობის უფლებაც აქვთ, თუმცა ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობის წინაშე არც დამდგარა. 20 წელიწადია მუშაობ, რომ ახლა ეს 2 წელიწადი ეს რო გამოსწორდა და ისე დიდებულია, ყველას გვიხარი ამ სასადილოში შემოსვლა, ხალხით, სისუფთავეთ, ცდილობა, კულტურა და მე მეტი სიკეთის მეტი არაფერი შემიძლია. ყველა კუთხეში და ყველა იმაში არის კარგად და უმაღლეს დონეზე გაკეთებული. მე ჩემს გარშემო მე თუ სადაც არ და იგი მე ჩემ ყურამდე ისიც არ მოსულა, რომ მე ცხელი ხაზით მიმუშავე და ანდა მე უკმაყოფილო ვარ ამაზე. თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი სასადილოები ქარხნის ორ წერტილში პირველ და მეოთხე საამქროებში გასული წლის აგვისტოდან მას შემდეგ ამოქმედდა, რაც საწარმოში მანამდე არსებული 1000-მდე სასადილო კომპანია ქობულეთურმა გაუმჯობესებული სერვისით ჩაანაცვლა. დირექტორის მოადგილის პერსონალისა და სოციალური მომსახურების დარგში გოჩა ჭანტურიძის ინფორმაციით, სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე დასაქმებულთათვის ამ დრომდე უნაღდო ანგარიშწორებასთან ერთად დოტაციური კვების ფორმა 5 დასახელების კერძია შენარჩუნებული. ამასთან მათ კომერციული პროდუქტის ფართო არჩევანიც აქვთ. საგულისხმო ის, რომ ამ პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით თავიდანვე იყო ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ უნდა ყოფილიყო და შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ის ფასები, შეღავათიანი ფასები, რომელიცაც მანამდე სარგებლობდნენ ჩვენი მუშები და 5 დასახელების პროდუქცია ეს ფასები შენარჩუნებულია, გასული წინან მოყოლებულია, დღესაც შენარჩუნებულია და ასე რომ მუშას აქვს არჩევანის დიდი საშუალება, როგორც შეღავათიანი კერძი შეუძლია მიირთვას, ასევე კომერციული კერძი. ვფიქრობ, რომ დიდი საქმე გაკეთდა, კარგი საქმე გაკეთდა. მუშაობს აბსოლუტურად გამართულად, სისუფთავეა, მუშაები კმაყოფილი არის უმრავლესობა, გამოკრული გვაქვს ცხელი ხაზის ნომრები, შეგიძლიათ აი კედლებზე არის გამოკრული, როგორც თვითონ ქობულეთურის ადმინისტრაციამ გამოაკრა ცხელი ხაზის ნომერი, ასევე ჩვენ ქართლის ადმინისტრაციამაც ცალკე ნომერი გამოყავით, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩართულია. ეს ხელშეკრულების ერთი ნაწილია. კომპლექსური სოციალური მომსახურების პროექტის მიხედვით ქობულეთური სასკვების ობიექტების მართვას იღებს, რომელიც მისთვის საიმიჯოდ გადაიქცევა. სფეროშენადნობთა ქარხანაში შემოსვლამდე ქობულეთური, რომელიც იანვრიდან AM Food Service-მა ჩაანაცვლა, სოციალურ პროექტს ჭიათურაში მაღაროელებისთვის ახორციელებდა მათი რძის პროდუქტებითა და მშრალი მენიუთი უზრუნველყოფის სახით. 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო ურთიერთობა ჯორჯიან მანგანესა და შპს ქობულეთურს შორის. პროექტი მიზნად ისახავდა ჭიათურის მაღაროელებისათვის ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული რძის პროდუქტებითა და მშრალი მენიუთი უზრუნველყოფას.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემდგომ შესდგა მეორე ეტაპი ურთიერთობისა, ეხლა უკვე ზესტაფონის ფეროშენადობთა ქარხანაში, რაც ითვალისწინებდა სასწავლების ობიექტების მართვას. 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება შპს ქობულეთურის შვილობილი კომპანიის შპს AN Food Services, ანუ დღეს წარმოდგენილი კომპანიის AN Food Services მიერ, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება და მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, ეს პროექტი წარმატებით ხორციელდება ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობის დიდი თანადგომისა და გაჩნდა იდეა გახსნილიყო უკვე აქ ადგილზე ტერიტორიაზე დამატებით მაღაზიები, რადგან აქ მომუშავე თანამშრომლებს ჰქონდათ დამატებითი სერვისი და გარე ბაზართან შედარებით საკმაოდ დიაფასად შეეძინათ მათთვის საჭირო ყველა პროდუქტი. თავის დროზე ჯორჯიან მანგანეში დასაქმებულთათვის დამატებითი სერვისის შემოხება მათივე მოთხოვნილებით იყო განპირობებული. ადგილზევე ჰქონდათ გარკვეული სახის სურსათის შეძენის საშუალება. მაღაზიებში, რომელიც ზესტაფონსა და ჭიათურაში ფუნქციონირებს, მათ ყველა სახის საოჯახო საქონლის შეძენა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით უფრო დაბალ ფასადად შეუძლიათ. ეს მაღაზია არის ძალიან მოსახერხებელი, იმის გამო რომ ჩვენ დროში ვართ შეზღუდული და სამუშაოს შემდეგ არ მიწევს ხშირად ბაზარში გავლა და ის პროდუქტი, რაც ამ მაღაზიაში არის, თითქმის ყოველ დღე ყველას მიაქვს სახში. არის დროის დაზოგვა, ფასებით შედარებით ნორმალულია. თუ მე დაახლოებით თვეში 300 ლარამდე მჭირდებოდა პირადი მოხმარების სურსათი და მის შემდეგ მიუხედავად აი ფასების და ლარის კურსის დავარდნისა, დღესდღეობით მიუხედავად ფასების ლარის კურსის დავარდნისა 50 ლარიანი შეღავათი მაინც მაქვს. მაღაროს მუშის შეღავათი 10 ლარის და აქედან ახლა 10-15%-ის დანაზოგი უკვე ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის შეღავათი. თუ მაგალითად ხელზე თანხა არ აქვს, სარგებლობთ ბარათებით. და შემდეგ ბარათებზე სახელმწიფო ბარათებიდან ჩამოგვეჭრება შესაბამისად ის დანახარჯი. AN Food Services ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის ხელშეწყობით პროექტის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. მათ უკვე განაახლეს პურის საცხობი ფეროშენადობთა ქარხანაში და საკონდიტრო საამქროს გაფართოებასაც აპირებენ, რაც საწარმოში დასაქმებულთათვის მეტი კომფორტი იქნება. ობიექტებზე, რომელიც ჯორჯიან მანგანეზმა საკუთარი თანამშრომლებისთვის გახსნა, მაღაროელები საბაზრო ფასთან შედარებით დაბალი ტარიფით სარგებლობენ. ახალი ქვესადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ელექტრომომარაგების სისტემა სრულ ავტომატურ მართვაზე გადავიდა. ქვესადგური ახალი ფერო ჯორჯიან მანგანეზში 6 თვის წინ ჩაერთო. კვების საკუთარი წყაროს ექსპლუატაციაში გაშვებამ საწარმოს არამარტო სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგება განაპირობა. ის ჯორჯიან მანგანეზისთვის საგრძნობი ეკონომიის საფუძველიც გახდა. პირველ ეტაპზე მაგ განპირობებული იმით იყო ყოველ კილოვატ-საათზე გატარებული ენერგიაზე ვიხდიდით ენერგოპროს უხდიდით თანხას 2.58-ს, რაც ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ეს ფული არ გადახდილიყო და ამის მერე შესაბამისად მეორე ნაწილი უფრო მეტად საიმედოება გაზრდილიყო ჩვენი ხალხის მომარაგებით. იმ ძირითადი ნაწილის ნომერპირული საამქროს, მეორე საამქროს და იმ დამხმარე საამქროების, რომლებიც იკვებებოდა ენერგოპროს ქვესადგურით. რეალურად ჩართულია ერთი ძალოვანი ტრანსფორმატორი, 40 მეგავოლტამპერიანი ტრანსფორმატორი და იგეგმება მეორე ტრანსფორმატორის შესყიდვა. ახალი ფეროს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სისტემა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთლიანად ავტომატურ მართვაზე გადავიდა. გამონაწილებელი ფიდერები გაგვაჩნია, 100 კილოვოლტის მართვის პულტი გაგვაჩნია, რომლის მართვის საშუალება გვაქვს ისეთნაირად, რომ შეიძლება ადგილობრივი ხელით მართვის რეჟიმიც და არის დისტანციური მართვის რეჟიმიც. აპარატურა შეძენილი არის ფირმა ABB-ის აპარატურა არის თანამედროვე ჩეხური კომპანია, რომელიც ჩვენ დანერგილი ჰქონდა მანამდე, სანამ ეს გაკეთდებოდა კიდევ გამოყენებული იქნა ეგ შუალეთ კორპუსში და ეხაც შესაბამისად ეს აპარატურა 6 თვეა უკვე მუშაობს. ყოველდღიურად ქვესადგურში ოპერატიული შემოვლა ხდება და მონაცემებს აკვირდებიან. მორიგე ოპერატორები ვერ იხსენებენ ვერცერთ შემთხვევას, რის გამოც სერიოზული პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო.
არაფერი პრობლემა არ შექმნა ჩვენი მორიგეობის პერიოდში პერიოდულად ამოდივართ ვამოწმებთ ტრანსფორმატორის მუშაობის რეჟიმს, ტემპერატურულ რეჟიმებს ვამოწმებთ. აქ ვამოწმებთ დნ-ებს, მაღალი მხარისას, დაბალი მხარისას, გამავალი ფიდერების მუშაობის პრინციპს, ავარიული რეჟიმებს ვამოწმებთ. მეექვსე ღუმელის ჩართვის შემდეგ ახალი ქვესადგურიდან მიწოდებული ელექტროენერგიით პირველი საამქროს კიდევ 2, მეოთხე და მეექვსე ღუმელებიც იკვებება. გადართვა ეტაპობრივად განხორციელდა. ახლა საამქროში გაუმჯობესებული და სტაბილური ენერგომომარაგებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. საიმედოობა გაიზარდა სრული 100%-ით. მოწოდებული ენერგიის ხარისხი არის ძალიან კარგი. აქვს ამ ტრანსფორმატორს დასარეგულირებელი საშუალება, რაც ესე იგი მითითებული საფეხური არის და იმის ზღვარს ზემოთ და ქვემოთ ასევე მოკლებისა და მომატების შემთხვევაში არეგულირებს, რაც უნიკალურია დღევანდელი სიტუაციისათვის და ახალი ფეროს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ჯორჯიან მანგანეში პროდუქციის მწარმოებელ ორივე ძირითად საამქროს ენერგოკვების საკუთარი რესურსი აქვს. პროფესიული განათლების, ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ფორმირებასთან ერთად საზოგადოებრივ კოლეჯში პროფიუნიტი სამთოელები უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებელ უნარჩვევებს ეუფლებიან. ვრცლად ჩვენ სიუჟეტში გიამბობთ. პროფიუნიტში სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს. თითოეული საფეხურის გავლის შემდეგ სტუდენტს გარკვეული კვალიფიკაცია ენიჭება. არჩეული პროფესიის შესაბამისად განსხვავებულია სწავლების პერიოდიც. სასწავლო პროცესი მოიცავს მესამე საფეხურზე პირველი სემესტრი 3 თვის და მეორე სემესტრი 3 თვის და მათ შორის არის ასევე საწარმოო პრაქტიკები, სადაც სტუდენტები უკვე წარმოების პირობებში იღრმავებენ იმ ცოდნას და პრაქტიკულ უნარჩვევებს, რაც მიიღეს სალექციო პროცესში თეორიულად. თვითონ მოსმენის კულტურა მაღალია, თვითონ სამთოელები მოწესრიგებული ხალხი არიან, ამიტომ მათთვის ის რაც სამთო წარმოება შეეხება და მეც ვცდილობ ისე წარმართო ლექციები, რომ დაახლოებული იყოს იმ პრაქტიკულ უნარჩვევებთან, რაც მათ ყოველდღიურად უხდებათ, აქედან გამომდინარე, ჩემის აზრით და საბოლოო შედეგიდანაც გამომდინარე, მე მგონი ძალიან წარმატებულად ხდება ეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმა ერთმანეთთან. პროფიუნიტში პრაქტიკული სწავლების აუდიტორიაში განთავსებული მაკეტების მეშვეობით მსმენელები მადნის როგორც მიწისქვეშა, ისე კარიერული მეთოდით დამუშავების პროცესს სწავლობენ. აქ განთავსებული მაკეტები და ფოტომასალა ჭიათურაში მადნის მოპოვების საუკუნოვან ისტორიას ასახავს. პრაქტიკული მეცნიერების შორის თქვენ აქ როგორც ხედავთ, არის ძირითადად ის მაკეტები და ეს პრაქტიკული მეცნიერება მიმდინარეობს იმ საკითხებზე, რაც შეეხება მიწისქვეშა დამუშავების პროცესებს. ხოლო გვერდზე აუდიტორიაში ჩვენ გვაქვს პრაქტიკული ოთახი, სადაც ხდება თქვენ იცით რომ მადნის წარმოება წარმოებს როგორც მიწისქვეშა, ასევე ზედაპირზეც, ამიტომ მეორე კაბინეტში ჩვენ გვაქვს მაკეტები, სადაც ძირითადად აქცენტი არის გადატანილი და მაკეტები არის ისეთი, რომელიც ეხება ზედაპირზე კარიერული მეთოდით დამუშავების მეთოდებს. სასურველი კვალიფიკაციის დაუფლების შემდეგ ჯერი მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის აუცილებელი ჩვევების შესწავლაზე დგება. უსაფრთხოების საკითხებში გადამზადების კურსს მსმენელები ჯორჯიან მანგანეზის ტექნიკური უსაფრთხოების სწავლების განყოფილებაში გადიან. უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან ერთად მსმენელებს განსაკუთრებული შემთხვევების დროს გადაუდებელი ღონისძიებების გატარების ხერხებს პროფესიონალი ინსტრუქტორები ასწავლიან. ლექცია ტარდება ესე კი როგორც სიტყვიერად, ასევე თვალსაჩინოების მიხედვით გვაქვს აგრეთვე პროექტორი, რომელსაც ვაყურებიათ მიმდინარე პროცესებს, ვაცნობთ სამუშაო ადგილს, თეორიული სწავლების შემდეგ გადიან პრაქტიკულ მეცადინეობას იმ სტრუქტურულ ერთეულში, სადაც იწყებენ ესენი მუშაობას, რომლებიც მიმაგრებული უნდა იყვნენ გამოცდილ სპეციალისტთან. ესე იგი თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ გადიან გამოცდას და ამის შემდეგ ხდება მათი სამუშაოზე დასაქმება. იმისთვის რომ მაღაროველთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, მომზადებას გადიან როგორც ახალი, ისე სხვა მიმართულებით მუშაობის მსურველი თანამშრომლები. ტექნიკური უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები აუცილებელ ეტაპს ტესტირებას გადიან. ისინი საწარმოში მხოლოდ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდებიან. გადიან დამატებით ტექნიკურ უსაფრთხოებაში ტრეინინგებს, რის მერეც გადიან მაღაროზე შესავალ ინსტრუქტორს, პირველად ინსტრუქტორს, ესე ვთქვათ. აგრეთვე ამის შემდეგ მიმაგრება ხდება გამოცდილ სპეციალისტებზე, რის შემდეგაც ისინი ხდებიან სრულყოფილი ჩვენი თანამშრომლები. რაც შეეხება თვითონ თანამშრომლებს. თანამშრომლები ამ ყველაფრის გავლის მერე
ყველა თანამშრომელს უტარდება 6 თვეში ერთხელ განმეორებითი ინსტრუქტაჟი. საწარმოს თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების საკითხში ინსტრუქტაჟის გავლა 6 თვეში ერთხელ სავალდებულოა. გვირავგამყვანი აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ბამბის კოსტიუმს ვეძახით, ხებეს, ბამბის კოსტიუმია, პრინციპში ხებეს ეძახიან, დამცავი ჩაფხუტი, ინდივიდუალური ფანარი, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროები არის განათებული, ყველა ვალდებულია რომ ატაროს ინდივიდუალური განათების საშუალება, რომელიც განსხვავებული ძველი დროსგან, ესე ვთქვათ, რომელსაც მოყვებოდა ცალკე აკუმულატორი, ეს ყველაფერი არის 2-1-ში, ესე რომ ვთქვათ, და მაგრდება დამცავ ჩაფხუტზე. გარდა ამისა, ფეხსაცმელი, რომელიც არის ესე ვთქვათ, თითების მხარე, ქუსლის მხარე და ქვევითა მხარე არის რკინის, რაც არის მოთხოვნა უსაფრთხოების ნორმების. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ იცავს ყველაზე ისეთ ბილადგილებს ფეხის. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დიდი ყურადღება ექცევა კვებას, როგორც მაღაროში, ასევე მიწის ზედაპირზე დასაქმებულთა კვების რაციონში გათვალისწინებული არ ძის ნაწარმი, რომელიც მავნე ტოქსინებს ანეიტრალებს. პაიკებს ეძახიან აქ, რომელიც ურიგდება არა მარტო მიწისქვეშა მუშებს, ურიგდებათ აგრეთვე მიწისზედა მუშებსაც და რომელიც შეიცავს ძის პროდუქციას, რომელსაც გამოყავს ეგრეთ წოდებული ტოქსინები. პროფიუნიტის კურსდამთავრებულები ახლა მაღაროში პრაქტიკულ კურსს გადიან. პრაქტიკანტები ამბობენ, რომ პირადი და გარშემომყოფთა უსაფრთხო სამუშაო პროცესის უზრუნველსაყოფად გადამზადების კურსის გავლა აუცილებელია. ნამდვილად აუცილებელი იყო ეს გადამზადება უსაფრთხოების მხრივ, რომ მაღარო ძალიან ისეთ სამუშაოა, რომ რისკ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. და აუცილებელი რომ ეს გადამზადება გაიაროთ ყველა აქ მომუშავე მუშამ. და აქედან გამომდინარე, რომ დაცული ხარ აი მარცხისგან. და ყველაფერი ეს აი სასწავლებელიდან უნდა გაიარო და აითვისოს აი იქ. უსაფრთხოების წესების შემასწავლეს ყველანაირად. და მეც თეორიულად და პრაქტიკულად გავიარე მაღაროზედაც გავიარე, შუქრუთის მაღაროზე გავიარე თეორიულად და პრაქტიკულად დაება ელმოლის და მუშაობ ჩაულებრივად უსაფრთხოდ. სასურველი პროფესიის დაუფლებამდე ახალბედა მაღაროელების მომზადება და პარალელურად ძველი თანამშრომლების გადამზადება საწარმოში ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტმა დანერგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ კომპანიამ ზუსტად განსაზღვრა პრიორიტეტები. სწავლება მაღაროელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვასა და უბედური შემთხვევების პრევენციას ემსახურება. კომპანიაში თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებას და უსაფრთხოების წესების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. უახლოეს გამოშვებაში ჩვენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ გიამბობთ. 31 ოქტომბერს მეტალურგები და სამთოელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. დღეს ინდუსტრიულ მაცნეში გაგაცნობთ მეტალურგებს, რომლებიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იმ საამქროში მუშაობენ, სადაც 82 წლის წინ ქართველი მეტალურგების მიერ გამოდნობილი პირველი ქართული სამრეწველო ლითონი დაიბადა. ძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიული და პიროვნული შტრიხები ჩვენი კორესპონდენტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში. 40 წელია მეტალურგია და თითქმის ყოველდღე ცეცხლს ერკინება უნიკალური შენადნობის მისაღებად. დნობის საუკეთესო ოსტატს დიდი გამოცდილების მიუხედავად ახლაც ისევ აღელვებს ღუმელის მონოტონური ხმა, როგორც მაშინ, როცა ფეროგიგანტის დიდი ოჯახის კარი პირველად შეაღო და ცეცხლოვანი პროფესიის ადამიანების გვერდით დადგა, რომლებიც ლითონის დაბადებაში მონაწილეობდნენ. ახლა 64 წლის ვახტანგ ფერაძემ დნობელის უმაღლესი კატეგორიის მე-7 თანრიგის პროფესიონალია. ძალიან რთული პროფესია არის, ესე იგი, რთული და მძიმე. ცხელი სამუშაო და ესე იგი ამ თუ პროფესიას ძალიან ძნელად დასაუფლებელი არის. ქართული მეტალურგია, ედროს ქართული მეტალურგები, სახელოვანი ხალხი ვიყავით და სახელოვან ხალხს კიდევ მომატება ჭირდება, მიმატება რიგებს და უნდა გაგრძელდეს, უნდა იმუშაოს მეტალურგია, რომ აღორძინდეს კიდევ უფრო. სხვადასხვა დამსახურებისათვის არაერთხელ გამორჩეული საჩინო ბიოგრაფიის მქონე ფეროელი შვილის პროფესიული გზამკვლევიცაა. ვალერი ფერაძე 18 წელია მამის გვერდით მეოთხე საამქროში 26 ღუმელზე მუშაობს და მისგან ახლაც სწავლობს. ამბობს, რომ ხარისხიანი ლითონის გამოდნობას ცოდნა უნდა და სიფრთხილეც სჭირდება. მამიდან განმოცემით დავინტერესდი მეც და გადავწყვიტე რომ დამეწოვე.
97 წელს დავიწყე მუშაობა და მის მერე შრომობდა ვისკვერტში ვარ. 18 წელიწადია ქარხანაში მუშაობდა, ბევრი ახალგაზრდაც აღმიზდია კიდევ. და მისწავლებია ბევრი რაღაც და დღეს კიდევ ვაგრძელებ მეტალურგიას. გამოდნოვასაც დიდი ცოდნა უნდა და სიფრთხილე გმართებს ძალიან და ყველაფერს პასუხისმგებლობის დონე უნდა იგრძნო. 26 ღუმელი, სადაც მამაშვილი ფერაძეები უძვირფასესი პროდუქციის შექმნაში სულსა და გულს დებენ, საუკეთესო მაჩვენებლებით გამოირჩევა. მუშაობის რეჟიმის, მასალის ხარისხისა და ფეროშენადნობის გამოშვების გრაფიკის დაცვა საწარმოო დავალების შესრულების მთავარი ფაქტორია. როცა ვახტანგი ცვლაშია და ვალერი ცვლაშია, ნიშნავს, რომ იმ ღუმელისკენ შეიძლება აღარც გავიხედოთ და რაღაც იმ დღეს ვიყოთ დაიმედებული, რომ იმ დღეს ნომერ 26 ღუმელს საწარმო დავალება ექნება 100% პლუსით შესრულებული. რთული სამუშაო დღის შემდეგ, როცა ღუმელს მომდევნო ცვლას გადააბარებენ, ვახტანგ და ვალერი ფერაძეებისათვის ოჯახური ცხოვრება იწყება. ქარხნიდან სახლამდე მანძილს 15-20 წუთში ფარავენ, დაღლილობა უკან რჩება და დღეს სრულიად განსხვავებულ, სოფლისათვის დამახასიათებელ გარემოში გრძელდება. დაძაბული სამუშაო დღის მიუხედავად საოჯახო მეურნეობაში მეხმარებიან. მიამაყება, რომ ჩემი ოჯახი ტრადიციულად ფეროელების დიდი ოჯახის წევრები არიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქართული მეტალურგიის განვითარების საქმეში. ვიდრე ზედა საქარაში მცხოვრები მამაშვილი ფერაძეების ცვლა დასვენების რეჟიმში გადაინაცვლებს, სამუშაო უბნებზე წასასვლელად ახალი ნაკადი ემზადება. ბადრი პერანიძე ცვლის დაწყებამდე სოფელ დილიკაურში თავის დიდ ოჯახშია და 73 წლის მამის გვერდით საქმიანობს, რომელიც თვითონაც ძველი მეტალურგი იყო. პროფესიული დღესასწაული რომან პერანიძისთვის ახლაც ისეთივე ზეიმია, როგორც მაშინ, როცა ქართული ფეროშენადნობის შექმნაში ენერგიულად იღვწოდა. 33 წელი ვიმუშავე ქარხანაში, უფროს მეკურედ მუშაობდი. ეხლა ჩემი შვილი აგრძელებს მეტალურგიაში ჩემს ტრადიციას და ისიც მოწინავე გახდა და მე ძალიან მოხარული ვარ. ეხლა სოფლის მეურნეობაში ვარ, ვაგრძელებ მუშაობას, რაც შემიძლია, შვილი სამსახურიდან რომ მოვა, ისიც მეხმარება და ასე ვაკეთებ ყველაფერს საქმეს. პერანიძეების ოჯახის მეორე თაობის მეტალურგისთვისაც მამის პროფესია გახდა მაგალითი. ბადრის 3 შვილი ჰყავს და შვილიშვილიც მოესწრო. სამუშაოზე წასვლამდე მათთან გართობასაც ასწრებს და ოჯახურ მეურნეობაში მონაწილეობის მიღებასაც. ჯორჯერმანგანეში 10 წელია მუშაობს. ბადრი პერანიძის უბანი ქარხნის პირველი საამქროა, ადგილი სადაც 82 წლის წინ ზესტაფონში ქართველი მეტალურგების მიერ გამოდნობილი პირველი ქართული სამრეწველო ლითონი დაიბადა. დიდი სიხარულით ხვდებით მეტალურგების დღეს 82 წელი გახდა, რაც ერთ ქარხანა დაასხნა, მის მერე გადავიდეს ჩვენი ხრებზე. გაცილებით, შედარებით დღეს უკეთესი ცხოვრება არის, სამსახურია ვიდრე ადრე იყო, იმიტომ რომ ხელფასებს არ იძლეოდნენ ადრე, იყო დაგვიანებები, არ იყო ხელფასები ნორმალური და ეხლა შედარებით უკეთესი ცხოვრება მოვიდა, როგორც შედარება არის, ხელფასების ნორმალურია და ყველაფერი. ეს არის მეორე ოჯახი ჩემი. ბადრი მე-6 ღუმელთან მუშაობს და საკაზმე თოხის გამოყენებაც ხშირად უწევს იმისათვის, რომ ბრიგადამ ცვლაში სამჯერ ხარისხიანი პროდუქციის მიღება შეძლოს. საამქროში მისი პოტენციალისა და საქმესადმი ერთგულების ფასი კარგად იციან. ბადრი არის პიროვნება, რომელიც ყოველთვის კეთილსინდისიერად, თავდადებულად უძღვება თავის საქმეს, როგორც დავალებულს, ასევე ძირითად საქმეს და საამქროც არის დადებითად მის მიმართ განწყობილი, იცის მისი შრომის პოტენციალიც იცის და აქვს იმის იმედიც, რომ საქმეს ყოველთვის კარგად გააკეთებს. 1933 წელი 30 ოქტომბერი 15 საათი და 37 წუთი. პირველი ლითონის გამოშვების დროა. აქედან იწყებს ათვლას ქართული ფეროშენადნობის ისტორიაც, რომელიც მეტალურგთა გუნდის ხელწერა და მონაპოვარია. 82 წელია თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან ამ პროფესიის სიყვარულში. ზესტაფონში მეტალურგობა ახლაც საშურია და ლითონის დაბადებაში წილი ჩადება ღირსების საქმე. ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის სახელით ვულოცავთ ყველა მეტალურგს პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჭიათურაში მრეწველობასა და თეატრალურ ხელოვნებას შორის ტრადიციად ქცეულ კავშირს კომპანია ჯორჯიან მანგანეზი დღემდე ინარჩუნებს. ფარდის გახსნასთან ერთად ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალი საიუბილეო სეზონი გაიხსნა. თეატრმა სეზონი პრემიერით რეჟისორ მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმული სპექტაკლით ომის ღმერთი გახსნა.
ძალიან ბევრ სცენაზე დაიდგა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენ ვეცადეთ და შევეჭიდეთ ამ თანამედროვე 2009 წელს დაწერილი პიესაა თანამედროვე დრამატურგიას. მე მიხარია რომ დღეს სეზონის სწორედ ამ სპექტაკლით გავხსენით ჩვენ და ჭიათურელ მაყურებელს როგორც რეაქციიდან შევიტყვეთ მოეწონა სპექტაკლი მე მინდა რომ ეს იყოს ძალიან წარმატებული სპექტაკლი თვითონ და სეზონი იყოს ძალიან წარმატებული. ფრანგი დრამატურგის იასმინა რეზას პიესის ომის ღმერთის მიხედვით ამავე სახელწოდების სპექტაკლი რეჟისორმა დრამატურგ თამაზ გოდერძიშვილის მიერ საგანგებოდ ჭიათურის თეატრისთვის ინსცენირებული ვერსიის მიხედვით დადგა. სპექტაკლი სოციალური თემატიკისაა და გვიჩვენებს თაობებს შორის არსებულ და ადამიანური თანაცხოვრების პრობლემას. მე ვთამაშობ ომის ღმერთში მიხეილ ჯანდიერს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპექტაკლი რაც კი აქამდე ოდესმე მითამაშია და ყოველთვის დიდი სტიმულით და დიდი მონდომებით ვითამაშებ. ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, კარგად თამაშობდნენ, მე სიამოვნებდა რომ ასეთი კარგი დასიყავს ჩვენ თეატრს. სერიოზული თემა იყო წინ წამოწეული, ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი მსახიობების თამაში. ჯერ კიდევ 1894 წელს ჭიათურაში თეატრის სცენა მანგანუმის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მაიაშვილმა მოაწყო. ბოლომდე დაუსახლებელ მაღაროელთა ქალაქში შეიქმნა ჯგუფი, რომელთა ძალისხმევითაც მაღაროელებისთვის იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები. მაღაროელები ქალაქურ და თეატრალურ ცხოვრებას ერთად ეზიარნენ. როგორც სხვადასხვა წყაროებში ვკითხულობთ, თეატრი დაარსებიდანვე იყო განებივრებული არა მარტო მრავალფეროვანი რეპერტუარით, არამედ ერთგული მაყურებლითაც. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჯორჯიან მანგანეზი, რომელიც მემკვიდრე გახლავთ, ვთქვათ, მაშინდელი მრეწველთა საბჭოსი და შემდეგ სააქციო საზოგადოება ჭიათურ მანგანუმისა, ცდილობს რომ არ გაწყდეს ეს კავშირი თეატრთან და პერიოდულად ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები. ჭიათურაში მრეწველობასა და თეატრალურ ხელოვნებას შორის ტრადიციად ქცეულ კავშირს კომპანია ჯორჯიან მანგანეზი დღემდე ინარჩუნებს. თქვენ უყურებდით გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.